მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ლეგენდის კიმი რაიკონენის მანქანას. 1.18 მასშტაბში Hot Wheels-ის წარმოების Mercedes McLaren-ის. პირველ რიგში ეს მანქანა ვიყიდე მე Model House-ში, ესეთი მაღაზია არის. ინტერნეტ მაღაზია, ხო. ლინკი აღწერაში იქნება და გადახედეთ. იმიტომ რომ ეგეთ მოდელებს, ეგეთ ფასებში სხვაგან ვერ იშოვით. მოგესალმებით. დღეს როგორც მიხვდებით, თვის ბოლო არის. ხო. ისევ კარლოს საინსის Ferrari უნდა გავათამაშოთ. ისევ და ისევ, აგერ ვაბრუნებთ. რომელიც წინა თვეში ვერ გათამაშდა. გათამაშებით კი გათამაშდა, ვერავინ ვერ. არა, ხო და ვერ გათამაშდა, ვერავინ ვერ გასცა პასუხი კითხვას. ხო, კითხვას რომ ვერ გასცა პასუხი. წესებს გეტყვით ვიდეოს ბოლოს. არა, წესებს ახლა ვიტყვით, მაგრამ კითხვას დავსვათ ვიდეო. ხო, წესებს გეტყვით, მაგრამ ვიდეოს ბოლოს კითხვა იქნება. კი ბატონო. თქვა წესები თავიდან? არხი გამოიწერეთ. ხო. რა უნდა გააკეთოთ ახლა? ვიდეო უნდა დაალაიქოთ აუცილებლად ეს ვიდეო. უნდა გააზიაროთ. არხი უნდა გამოიწერო. ხო, მაცალებო. კაი, მოდი. ვიდეო უნდა დაალაიქოთ. არხი უნდა გამოიწეროთ და თან ზარის ღილაკი უნდა გააქტიუროთ. და გამოწერა უნდა გქონდეთ ფაბრიკზე დაყენებული, იმიტომ რომ მე დავინახო გამოწერილი გაქვთ ნამდვილად თუ არა. თუ არა გაქვთ, არ ჩაითვლება. ანუ ფაბრიკზე თუ არ გიყენიათ და აი მე გამოწერილი მაქვს და რაღაც არ ჩაითვლება, იმიტომ რომ მე ვერ დავინახო გამოწერილია თუ არა. უნდა გააზიაროთ ეს ვიდეო აუცილებლად და კითხვას რომელსაც ბოლოს ვიტყვით, მაგ კითხვაზე სწორი პასუხი უნდა დაწეროთ. აი ეგეთი პირობები გვაქვს. ვათამაშებთ კარლოს საინსის 2022 წლის Ferrari-ს. Ferrari? არა, ესე მანახე, ესე ხო, 2022 წლის Ferrari-ა. აი ამ 75 საიუბილეო Ferrari არის, როცა Ferrari-ის Formula 1-ში 75 წელი შესრულდა. ხო, თან სხვათა შორის, აგერ Ferrari-ის ლიცენზიით არის გაკეთებული. საკმაოდ მაღალი ხარისხის წინა ვიდეოებიდან თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ხანი ჩემ კოლექციას ამშვენებდა ეს მოდელი და ეხლა თქვენთან უნდა წამოვიდეს. კითხვა იმაზე უფრო მარტივია ვიდრე იყო. ბევრად იოლ კითხვას დავსვავთ. სწორი პასუხი იქნება. სწორი პასუხის ავტორი წაიყვანოს მაგ მანქანას. ეხლა რაც შეეხება კიმის. კიმი ხო, საერთოდ სანამ ისტორიას მოყვებით, მინდა ვთქვა ერთი რაღაცა. ზუსტად 1 წელია ჩვენ Formula 1 აღარ ჩაგვიწერია. ოქტომბერში ჩავწერეთ ბოლო მანქანა შარში. ხო, და ჰანტის მანქანა იყო. ხო, და ეხლა ვაბრუნებთ 1.18 და თან კიმი რაიკონი. კი ბატონო. ხო, ჩვენ კოლექციაში სხვათა შორის Formula 1.18 მასშტაბი პირველია. და სხვათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელის მანქანა არის. მოდელიც. და თვითონ პიროვნებაც აგერ დგას აისმენი მანქანასთან. ხო, რაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. სასურველია ვიდეოს სრულად უყუროთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი ვიდეოებიდანვე ვცდილობთ რომ შეკითხვები დავსვათ. შეკითხვებზე ანუ როდის რა მომენტის შეკითხვას დავსვავთ, ხო? ხო. გამომდინარეობს ამ ჩვენი ვიდეოებიდან. თუნდაც აგერ კიმი რაიკონენის ზედმეტი სახელი არის აისმენი. ყინულის კაცი. რა შემთხვევაში, როდის შეიძლება დავსვათ მაგდაგვარი შეკითხვა, ხო? თქვენზე არის დამოკიდებული. შეიძლება სხვა მოვიფიქროთ, არ არის. ხო, შეიძლება სხვა რაღაცა მოვიფიქროთ, ან რაღაცა ისეთი სასწაული და უბედური. მოკლედ. რაც შეეხება ამ ჩვენ მეგობარ კიმის და რატო დავალაგე ეს ამდენი ბოლიდი. მე როგორც ვიცი, განსხვავებული შუმახერი, ჰამილტონი, ისა ალონსო, ვერსტაპენი
და რატომღაც კიმი რაიკონენი. რატომღაც არა. ხო, და რატომ ეხლა? შუმახერის დროსაც იყო, მაშინ დაიწყო საერთოდ ფორმულა 1-ის კარიერა მის 2003 არა 2001 წლიდან. არა, ეს კონკრეტული ბოლიდი. ეს კონკრეტული ბოლიდი 2003 წლის არის, კი ბატონო. თუ არ ვწდები თუ სწორად მახსოვს აი 2003-ის არის თუ 2002-ისა. იქ წერია, აი ყუთზე. დიდ ყუთზე. 2003 წლის, კი ბატონო, 2003 წლის 23 მარტი. როცა პირველი პოდიუმი აიღო, იმედია გამოჩნდება რა. აბა რა სიცოცხლე. არა, ეს თუ არა ირეკლავს. იმედია ხო. ხო. Hot Wheels Elite. პირველი Hot Wheels პოდიუმი. Racing-ის მანქანა ეს. ხო. კონკრეტული სერია. კი ბატონო, თორეაგერ შუმახერის მანქანაც Hot Wheels ისაუბრა. Hot Wheels Racing-ი არის, ეს ოღონდ ეს 1.43 არის, ეს 1.8. პირველი პოდიუმი აიღო მაშინ 2003-ში. სადი? თორე, ჰა? მალაიზიაში. მალაიზიაში. კუალა-ლუმპური. კი ბატონო. მალაიზიის გრან-პრი. ყველა დროის საუკეთესო პილოტად არის აღიარებული. კი ბატონო. და რატომ? მაგას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. მე კიმიზე ინფორმაცია არც მაქვს და არც მინახავს ბოლები, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი მაშინ. ხო, ნუ აი სარბოლო კარიერა, რასაც ქვია სარბოლო კარიერა, ხო, ნუ ეხა პილოტების უმეტესობა იწყებს კარტინგს. ხო, ნუ ეგ უკვე ესეთი თემა არის ბევრ ვიდეოში. თან ფინელი არის, ფინეთიდან არის. ფინელი პილოტია. ხო. და ფინეთში სხვათაშორის საკმაოდ რთული არის კარტინგი გინდა თუ რანაირი მანქანითაც გინდა, იმიტომ რომ ცივი ქვეყანა არის. მარტო ცივზე არ არის, ძალიან ძვირი ჯდება. ხო, თან 6 თვეს უყინული არის მაგ ქვეყანაში და ასე შემდეგ. მოკლედ 15 წლის ასაკში დაიწყო პირველად გახდა ჩემპიონი 15 წლის ასაკში. სავარაუდოდ კარტინგის ბოლო. და თან მაგავე წელს დაიწყო მონაწილეობა კარტინგის რბოლებში. კარტინგში ყველა ტიტული აქვს მოგებული თავის ქვეყანაში. რაც კი არსებობს. ლეგენდად ტყუილად არის. ხო, იმენა ყველა ტიტული მოიგო, წარმოიდგინე რა. მერე გადავიდა რენო ფორმულაში. კი. ხო. იქაც რამოდენიმე ჩემპიონატი აქვს მოგებული და მერე უკვე შესარჩევი იყო ფორმულა 1-ის გზა. ეგ ყველაფერი დაიწყო 2000 წლიდან. 2000 წლის მიწურული 2001-ის დასაწყისში. ანუ დაახლოებით 24-25 წელია გასული. ფორმულა 1-ში პირველად რო ჩაირიცხა, ანუ ელიტაში რომ მიიღეს რა, მიიღო ზაუბერი, რომელიც დღესაც მონაწილეობს, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო სეზონია. ხო. ალფა რომეოზე იძახა. არა, ალფა რომეო იყო, ეხლა ზაუბერია. ისე დააბრუნე, თავიდან ზაუბერი იყო, მე ალფა რომეო. ალფა რომეო წავიდა, იმიტომ შარშან წავიდა. და აუდი ჩემოდის. არა, შარშან არ წავიდა, დაჟე 2 წელია უკვე აღარ არის, 2023 იყო ბოლო. აუდი იყიდა ალფა რომეო და დარჩა ზაუბერი და ანუ ალფა რომეოები რო გვაქვს 2 წელი სხვადასხვა ფერის, ეგ ანტიკვარებში გადის უკვე? კი. ძალიან კარგი მოხარული. ხო, ალფა რომეო უკვე აღარ არის და მაგით უნდა დააბრუნეს ზაუბერი რო იყოს გარდამავალი. ეს 2 წელი უნდა ყოფილიყო, რომ 2026-ში აუდი შემოვიდეს. კი ბატონო. სხვათა შორის ზაუბერი ერთი პერიოდი ჩემს საყვარელ ბრენდთან ერთად იყო BMW-სთან ერთად, BMW ზაუბერი ეს ერქვა. ხო. და აგრას აი თქვენ წარმოიდგინეთ, მაგ პერიოდში 2003 წელს საუბრობ რა. პირველი პოდიუმი რო აიღო. კონკურენტი ყავდა აგერ შუმახერი და აგერ ალონსო. ორივე მაგარია. აი ორი უძლიერთან ალონსო წარმოიდგინე როგორი სტარტი ქონა იცი რომ რას გონი რო აიღო 2005 წლამდე არ გაჩერდა სანამ სოფლიო ჩემპიონი არ გახდა. ორჯერ. ხო, მიყოლებით ორჯერ. 5-ში და 6-ში და 7-ში სოფლიო ჩემპიონი ერთადერთხელ კიმი რაიკონენი. 2007-ში. 2007-ში. ხო, რაც შეეხება რატომ არის
ეგეთი ტიტულის მფლობელი. ყველა დროის საუკეთესო პილოტი. ეგ ყველაფერი მოხდა იაპონიაში სუზუკაზე. ვინე. წარმოიდგინეთ ახლა ფორმულა 1-ის რბოლა, რა ვიცი, ყველა მოყვარულს თუ არა მოყვარულს ნანახი გვაქვს ხო ტელევიზორში. ერთხელ მაინც. ხო, ერთხელ მაინც თვალი გაქვთ მოკრული. თუ არა და გადაავლეთ, მაგარი არის, ძალიან სანახაობრივი არის რა. ანუ გასწრება არის ძალიან რთული. აუ ძალიან. რომ მანქანას გაასწროს რა. მით უმეტეს ეხლა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მე-17 ადგილიდან დაიწყო სტარტი სუზუკაზე. სუზუკაზე. ერთ-ერთი რთული ტრასაა. და პირველ ადგილზე გავიდა. აუ მაგარი. მე-17-დან გავიდა პირველ ადგილზე. ეგ არის როგორ იცი, აი ვარსკვლავურობებს რო უყურო სინამდვილეში. იგივე ფანტასტიკა არის. იყო ეგეთი შემთხვევა, ეხლაც უბრალოდ აღარ მახსოვს რომელი გრან-პრი იყო. მაქს ვერსტაპენმა ჩაიდინა ეგეთი. ხო, ნუ ხა წარმოიდგინე მაგ პერიოდში, ხო არა, მაგ ხელა მანძილით, მაგდენი მაგ ხელა მანძილი არის, ხელა გასწრებით არც ერთს არაა გაკეთებული, აქვს მარტო ამას. ხო, როგორც მახსოვს ეგ. რო წარმოიდგინე მე-17-დან პირველზე გავიდა პიროვნება. ანუ ფაქტიურად მაგიური ძალები ჩართო რა. ზატო ჰამილტონს აქვს, ხო, უკო მაგაკეთებული პირველიდან მე-7-ზე გავიდა. არის ეგეთი. ჰამილტონს ხშირად ემართება რა. ხო, ნუ როგორი თან ისე კი არა რომ ან ავარია შეემთხვა ან რაღაც. არა, ხშირად ანუ რავი, ჰამილტონს რაჭის ვერ გავიგე. ალბათ ასაკის ბრალია. მოკლედ აი ესეთი ცოტა გადმოხვევებით გავაკეთეთ მოკლე ისტორია კიმი რაიკონენზე. ნუ კარიერა დაამთავრა 2019-ში, სხვათა შორის ფერარშიც იყო ბოლოს. კიმი? ხო. არ მახსოვს. იყო. 2 წელი. იმიტომ რომ ბოლოს უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მე ვტოვებ ფორმულა 1. თვითონ დატოვა? კი. და წავიდა. აი ეგეთი ისტორია. ეხლა რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას. დავსვაგეთო. გისმენთ. თამაშდება ეს? რადგან ფერარია და რადგან კარლოს საინზის ფერარია და რადგან კიდევ საიუბილეო ფერარი არის, მოდი ეგეთი კითხვა დავსვათ. რატომ არის ყვითელი ფერის ფერარის ლოგო? აი ამ ლოგოზია საუბარი. მაგაზე სწორ პასუხს ვინც დაწერს და ყველაზე შეასრულებს ეს ფერარი თქვენთან წამოვა. გადაეცემა მოგებულს. მე მგონია რომ ფერარის ნამდვილმა ფანებმა ეგ პასუხი იციან. წესით უნდა იცოდნენ, რთული შეკითხვა ნამდვილად არ არის. შენ თუ იცი არა თქო. ხო, თან ეგ ეხლა როგორ იცი, წინაზე ხო ცოტა ისეთი შეკითხვა დავსვი, რომელიც რომ მარტო ფორმულა 1-ის ფანებს და თვითმფრინავების მოყვარულებს. ეს ფერარის ფანებმა უნდა იცოდნენ. მარტო ფერარის არა, საერთოდ მანქანების ფანებმა უნდა იცოდნენ. ხო, მაგრამ ფერარის იმიტომ რომ მანქანა თუ გიყვარს და მოგწონს, მისი ისტორია, მინიმალური ისტორია მაინც უნდა იყოს. თუნდაც ლოგო როგორ შეიქმნა. ხო, ფერარის ეგეც ვიცი როგორ შეიქმნა, მაგრამ არ ვიტყვი. იმიტომ რომ შეიძლება მაგკითხვის დასმაც მომიწიოს. კი ბატონო. მოკლედ აი ესეთი შეკითხვა დავწერთ. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და ეხლა დაგემშვიდობეთ. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.